შეხვედრით, რომლის ვიდეო კადრებსაც ახლა მაყურებელი ხედავს პირდაპირ ეთერში, ეს შეხვედრა რამდენიმე დღის წინ შედგა და ამ შეხვედრაზე ამ ვიდეო მასალაში ჩანს ოთარ რომანოვ-ფარცხალაძე, ქართული ოცნების ყოფილი გენერალური პროკურორი, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების მიერ არის სანქცირებული, ასევე მამუკა ფიფია, კრემლთან დაახლოებული ბიზნესმენი, რომელიც არის პარტია სოლიდარობა მშვიდობისთვის, პრორუსული პარტია სოლიდარობა მშვიდობისთვის წარმომადგენელი და ასევე ღამის მგლების პრეზიდენტი ალექსანდრ ზალდასტანოვი. ღამის მგლები არის ბაიკერთა კლუბი, რომელიც პუტინის დაჯგუფებად არის მოხსენიებული. არაერთ წყაროში ამათ აფინანსებს რუსეთის მთავრობა. ეს არის ერთგვარად პუტინის რბილი ძალა, რომელიც ევროკავშირის მიერ არის სანქცირებული. პარალელურად დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთში ჩატარდა სემინარი მამუკა ფიფიას ხელმძღვანელობით გეორგიევსკის ტრაქტატი 2-თან დაკავშირებით და სწორედ მამუკა ფიფია ერთ-ერთი ინიციატორი იმის, რომ საქართველოს და რუსეთს შორის პირდაპირ დიალოგი დაიწყოს და ამ საკითხზე ქართული ოცნების ხარდამჭერი პრორუსული ჯგუფები ძალიან აქტიურად მუშაობენ, როგორც თავადამტკიცებენ, ხელმოწერებიც კი შეაგროვეს და აპირებენ მიმართონ საქართველოს და რუსეთის ხელისუფლებას, რომ ეს პირდაპირ დიალოგი დაიწყოს. ეს ყველაფერი კი იმ ფონზე, როდესაც ფაქტობრივად ჩვენი ქვეყნის ყოველდღიურ ჩახსნას ვუყურებთ ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესიდან. ჩვენ დღეს სურდა ბუნებრივია ქართული ოცნების ლიდერებთან დაგვესვა ეს კითხვა, რამდენად არიან მზად, რომ ოკუპანტ ქვეყანასთან პირდაპირ დიალოგი დაიწყონ. ჯერ კამერებთან მხოლოდ რიდითები გამოჩნდნენ, ისინი გარკვეულწილად გაემიჯნენ ოთარ ფარცხალაძეს და თქვეს, რომ ის არ არის ამ დროისთვის ქართული ოცნების წევრი, რაც შეეხება რუსეთთან პირდაპირ დიალოგს, როგორც თავად გვიმტკიცებენ, ოკუპანტ ქვეყანასთან პირდაპირ დიალოგი ვერ დაიწყება. ბატონი ფარცხალაძე წლებია უკვე აღარ იკავებს არანაირ საჯარო თანამდებობას და მისი მოქმედებების თაობაზე შეგიძლიათ პირდაპირ მას კითხოთ. ქართული ოცნების წევრები წლების განმავლობაში ჯერ გენერალური პროკურორი ქართული ოცნების წევრი ვერ იქნებოდა, ვერანაირად ფიზიკურად შეუძლებელია, ეს კანონით აკრძალულია. ამავდროულად ქართული ოცნების გუნდში სამწუხაროდ ძალიან ბევრი იყვნენ ისეთები, რომლებიც პირდაპირ აზიანებდნენ ჩვენი ქვეყნის ინტერესებს. მაშინ, როდესაც 90-იანი წლებიდან მოყოლებული დღემდე ეფექტურ კონტროლს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ახორციელებს ოკუპანტი ქვეყანა, შეუძლებელია რომ რაიმე დიპლომატიურ ურთიერთობაზე იყოს საუბარი, მხოლოდ და მხოლოდ ეს ყველაფერი უნდა გაკეთდეს ისე, როგორც ეს არის ქართული ხალხის ინტერესი. რუსეთთან პირდაპირ დიალოგის შესახებ, ასე ვთქვათ, დისკუსია აქტიურდება იმ ფონზე, როდესაც რეგიონიდან ჩვენ ვხედავთ სწორედ რუსული გავლენების განდევნას. ამ მხრივ ძალიან აქტიური არის აზერბაიჯანი, ასევე სომხეთი, რომელიც ევროკავშირისკენ მიიწევს ყოველდღიურად ფაქტობრივად და ვიზა ლიბერალიზაციაზე იწყებს მოლაპარაკებებს. ამ დროს კი საქართველოში სწორედ ასეთი პრორუსული ჯგუფები აქტიურდებიან. კიდევ ერთხელ ეს თემა არ არის ახალი, რამდენიმე წელია ისინი ცდილობენ, რომ რუსეთთან ეს პირდაპირ დიალოგი დაიწყოს და ახლა კიდევ ერთხელ გააქტიურდა ეს საკითხი, როდესაც საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი არის შეფერხებული, ქართული ოცნება ყოველდღიურად თავს ესხმის ჩვენ პარტნიორებს და სწორედ ამ ფონზე აქტიურდებიან პრორუსული ჯგუფები და საჭიროებაზე საუბრობენ რუსეთთან პირდაპირ დიალოგის დაწყების. ოპოზიციაში საუბრობენ იმის შესახებ, რომ ეს არის პირდაპირ მოღალატეობრივი ქმედება, როდესაც ოკუპანტთან რაიმე პირისპირ დიალოგზე შესაძლოა იყოს განხილვაც კი თუნდაც ქართული ოცნების მხარდამჭერების მხრიდან და ისინი ლუსტრაციის კანონის აუცილებლობაზე საუბრობენ. როდესაც რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობებზე არის საუბარი, პირველ რიგში შესასრულებელია სწორედ ევროკავშირის მედიაციით გაფორმებული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 6-პუნქტიანი შეთანხმება და ის, რომ საქართველოს ორ ოკუპირებულ რეგიონში რუსული ჯარები დგას, ეს უნდა იყოს მთავარი სატკივარი ქართული ოცნების ხელისუფლებისთვის. რაც შეეხება კონკრეტული პირების მავნე ინიციატივებს, ლელო ძლიერი საქართველო მუდმივად ამბობდა, რომ ჩვენ აუცილებლად ვიქნებით გარანტია იმისა, რომ ჩვენს ქვეყანაში მიღებული იქნება ლუსტრაციის კანონი და როდესაც ეს კანონი იქნება მიღებული, მაშინ მოღალატეობრივი პოზიციები და მოღალატე ადამიანები ვერ დააზიანებენ ჩვენი ქვეყნის ეროვნულ მედეგობას. ბუნებრივია, მაშინ როდესაც კრემლს წარმატება არ აქვს უკრაინის ფრონტზე და ასევე მისი გავლენები მცირდება ჩვენს მეზობელ სომხეთსა და აზერბაიჯანში, მას ჭირდება ერთის მხრივ სტრატეგიული გამარჯვების წარმოჩინება და მეორე მხრივ მისი გაყიდვა შიდა აუდიტორიისთვის და ეს არის საქართველოს, სადაც მას უკვე აქვს წარმატებები საკუთარი გავლენის გავრცობაში. იმ შემთხვევაში თუ არ მოხდება წინააღმდეგობის აწევა საქართველოს სუვერენიტეტის და სუვერენული არჩევანის დასაცავად, კრემლს ბევრად უფრო გაუადვილდება იმ სტრატეგიული ბიზნეს მიღწევა, რომელსაც ის ერთის მხრივ ივანიშვილის და მეორეს მხრივ ფარცხალაძის ხელით ახდენს.
მსგავსი განცხადებები და ქმედებები ქართული ოცნების ფარცხალაძის მათი უახლოესი გარემოცვის წრიდან რუსეთში ღიად პრორუსი ადამიანების მხრიდან არის ის საფუძვლები, რასაც დაეფუძნა ამერიკის შეერთებული შტატების დაზვერვის სამსახურის მათი სანქცირების პოლიტიკა, როდესაც განაცხადეს, რომ ქართული ოცნება საქართველოში ავრცელებს რუსეთის გავლენას და რომ საქართველო მიდის რუსეთისკენ. ყველა მსგავსი ქმედება, ყველა მსგავსი განცხადება, რომელიც მიმართული არის იმისკენ, რომ შესაძლოა აღდგეს პირდაპირ ურთიერთობები რუსეთთან, ან სხვა ტიპის ფორმატში გადავინაცვლოთ ჩვენი დასავლელი პარტნიორების გარეშე, არის რეალური საფრთხე ჩვენი მშვიდობის, უსაფრთხოების, სტაბილურობისა და ბედნიერების. ამერიკის შეერთებული შტატების მიერ სანქცირებული ქართული ოცნების ყოფილი გენერალური პროკურორი ოთარ რომანოვ-ფარცხალაძე და ასევე გეორგიევსკი ტრაქტატი 2-ის ინიციატორი მამუკა ფიფია რამდენიმე თვის წინ 9 მაისს პუტინის აღლუმს სპეციალურად კრემლთან დაახლოებული პირების ლოჟაში დაესწრნენ და მანამდე კი 2 დღით ადრე საქართველოში ჩამოსული იყო მამუკა ფიფია და მან პრორუსულ ჯგუფებთან ერთად შეხვედრა გამართა სასტუმრო ამბასადორში, სადაც კიდევ ერთხელ წარადგინეს ეს ინიციატივა, რომ აუცილებლად არის საჭირო რუსეთთან პირდაპირ დიალოგის დაწყება და ამისთვის სპეციალური ხელმოწერებიც წარადგინეს და თქვეს, რომ მიმართავენ საქართველოს ხელისუფლებას ამ ინიციატივის განხორციელებასთან დაკავშირებით.